მეშახტეს დამარცხებას ბართიშვილის გადაცემა ყუდუშაური შეიძლება გატანა დარტყმა და ლევან შოვნაძე თამაშობს ბრწყინვალეთ ამ ეპიზოდში ეს კომბინაცია ბართიშვილის არაჩვეულებრივი პასი არანაირი თამაშგარი არ იყო და მე უკვე ყუდუშაურის ასევე ერთი შეხებით გაკეთებული გადაცემა და მე ზაგანიას დარტყმაც ასე რომ და საბოლოოდ რა თქმა უნდა შოვნაძე რომელმაც აქ თავისი გუნდი იხსნა ამ ურთულესი დარტყმის მოგერიება მოახერხა და ახლა იქნება კუთხური რომელსაც ჯინჯოლავა მოაწვდის დაიწყეს ბევრისთვის შესაძლოა მოულოდნელად აქ ნახოთ ეს ეპიზოდი ბართიშვილი ცდილობს გაითავისუფლოს თავი შორიდან დარტყმა და ლევან შოვნაძე ახერხებს კიდევ ერთი ურთულესი ბურთის მოგერიებას რა კარგად თამაშობს აქ ბართიშვილი რა კიდევ ერთხელ თავის გულს მხსნელად ჩამოიტოვა რამდენიმე მეტოქი და უძლიერესი დარტყმით გაგზავნა ბურთი იმერული გუნდის კარში ყოჩაყ ლევან შოვნაძეს უბრალოდ ბრწყინვალე ფორმაშია შეგვიძლია ვთქვა ტყიბულის მეშახტეს გამოცდილი მეკარე ამჯერად უკვე საპირისპირო ფლანგიდან მარცხენა ფლანგიდან იქნება გათანაბრდნენ იბერია და რუსთავი ჩაწოდება ზაგანია მარცხნივ ეკითხება გადაცემა ბედოშვილის დარტყმა და აქ უკვე გადის გოლი მესამე მცდელობით თბილისელები უკვე ახერხებენ გოლის გატანას თქვენს ეკრანებზე ზოურის ჩაწოდება მერე იქ საჯარიმოში სცადეს ბურთის გამოტანა მასპინძლებმა არ გამოვიდა ზაგანიამ მშვენივრად შენიშნა ბედოშვილი მარცხენა ფლანგზე და ახო ბედოშვილმაც ბრწყინვალედ შეძლო აქედან საკმაოდ შორიდან პრინციპში და თან საკმაოდ მახვილი კუთხიდან გოლის გატანა ამ შემთხვევაში უკვე შოვნაძემ ვერ გადაარჩინა თავისი გუნდი თუმცა აქ იყო ერთ-ერთი თავარი მიზეზი ის რომ იყო ასკლეტა და ამან გაურთულა შოვნაძეს ამ ბურთის არეთ მეშახტეს გულშემატკივარი აქტიურობს აქ შორეული დარტყმა ფაცაცია შესრულებით და იქნება კუთხური მარცხენა ფლანგიდან ვინ ითამაშებს უკეთ ჩაწოდება საჯარიმოში დარტყმა გადარჩა კიბელიძე კიდევ ერთხელ განმეორებით კარგი ჩაწოდება იყო და მეორე სართულზეც უგრეხელიძემ ყველა საჯობა ასე რომ მეშახტემ შექმნა ძალიან სწრაფად ყურადღების ცენტრში ბურდული მარჯვენა ფლანგიდან ჩაწოდება საჯარიმოში გამოაქვს აქ ბურთი ამისულაშვილს ქურდაძე კარგი ჩაწოდება დარტყმა და 1-1 ირაკლი სიხარულიძის მორიგი გოლი ახლა უკვე თავისი ყოფილი გუნდის კარში 121 გოლი გამოცდილი ფორვარდის შესრულებით ორი ეპიზოდი მეშახტემ შექმნა კიდევ ერთხელ განმეორებით გამოიტანა ამისულაშვილმა ბურთი და ყოჩაღა ქურდაძეს არაჩვეულებრივად ჩააწოდა და მეორე სართულზე ყველა საჯობა უკვე ირაკლი სიხარულიძე 35 წლის ფორვარდს გააქვს 121 გოლი არაჩვეულებრივი მაჩვენებელია ისედაც ამ სეზონში საერთოდ რომ არ ქონოდა გოლი გატაილი ისედაც ბრწყინვალე მაჩვენებელი ქონდა ერთ-ერთი საუკეთესოა როგორც გითხარით მესამე საუკეთესო შედეგს აფიქსირებს და უკვე 9 გოლში მიუახლოვდა ლევან ხომერიქს რომელიც მეორე პოზიციაზეა ამ კუთხით ნუ ნამდვილად შეუძლია რომ ერთ-ერთ თავარ ფეხბურთელად იქცეს როგორც იბერიასთვის ასევე საქართველოს ნაკრებებისთვის აქ ეპიზოდი იქნება იბერიელთა შესრულებით და გატანილი გოლის ავტორი ხდება ანდრია ბართიშვილი მისი სადეშვილს ეს გოლი კიდევ ერთხელ განმეორებით ეს შეტევა არანაირ თამაშგარი აქ არ იყო გაითავისუფლა თავი და არა ყუდუშაურმა მოახერხა გატანა ამ ეპიზოდში აბა ნახოთ განმეორებით ხო ყუდუშაურმა დაარტყა შესაბამისად აქ ყუდუშაურს ბართიშვილს ჩაეწერება საგოლე გადაცემა და ყუდუშაურს ჩაეწერება მეორე გოლი ამ სეზონში ძალიან დინამიური ეპიზოდი იყო ძალიან ახლოს იყვნენ მოთამაშეები ერთმანეთთან და წინ კიდევ არის საკმაოდ დრო დარჩენილი ნახევარ საათზე მეტი აპუაშვილი შორიდან მას როგორ უყვარს გოლების გატანა ძალიან კარგად მოგვეხსენება და ამ შემთხვევაში უკვე თორნიკე მეგრელიშვილმა გამოავლინა თავისი ოსტატობა ფეულ როლში ერთ-ერთი ყველაზე სახიფათოა მსგავსი წერტილიდან მასზე კარგად გოლის გატანა ბევრს ნამდვილად არ გამოსდის თუ საუკეთესო არა ერთ-ერთი საუკეთესოა ნამდვილად ამ კომპონენტში მეშახტეს გამოცდილი 29 წლის ნახე თანაგუნდელი მე სწორედ კუცია მიუახლოვდა საჯარიმოს კარგად აჭრა ბურთი კარგი ჩაწოდება დარტყმა და ბრწყინვალე გოლი რომელიც გააქვთ თბილისელებს ვახო ბედოშვილის დუბლი დღევანდელ შეხვედრაში მაგრამ გიორგი კუციას უზადო და ულამაზესი საგოლე გადაცემაც თით 3 კიდევ ერთხელ განმეორებით ეს ეპიზოდი თითქოს კი რაღაც დაკარგეს ბურთი თბილისელებმა საბოლოოდ კუციამ მოახერხა ამ ბურთის მოპოვება და მარცხენა ფლანგიდან შესანიშნავადაც განავითარა მოვლენები. ნახეთ, რა პასია და მერე ბედოშვილმაც პირდაპირ ჰაერიდან ერთი შეხებით გადაგზავნა ბურთი მასპინძელთა კარში. ბრავო, ბრავო აკუციას.
უდაოდ ერთ-ერთი უმთავრესი ლიდერი თბილისური გუნდისა. ძალიან ბევრი მოთამაშე უიგერიონ ბურთი ეს ასე არ მოხდა დადიანის გადაცემა და ბედოშვილს შანსი აქვს მესამე გოლის გატანისა და კი ბატონო 1-4 ვახო ბედოშვილის ბენეფისი დღევანდელ შეხვედრაში პროლებდნენ მეშახტეს მოთამაშეები ბურთს და ალბათ სჯობდა უფრო შორეული გადაცემა წინ მოგერიება რადგან იბერიელები პრესინგს ძალიან კარგად თამაშობენ და დადიანის საგოლე პასი შვენიერი გამოზომილი გადაცემა ახალგაზრდა ფეხბურთელებმა მშვენივრად გაითამაშეს აქ ბურთი ორმაგი ცვლილება სტუმართა რიგებში მოედანზე შემოვა 22 ნომრით გივი ხაჩიძე რომელიც შეცვლის სწორედ ამ მატჩის ერთ-ერთ უმთავრეს გმირს რაღა ერთ-ერთ მთავარ გმირს ვახო მატჩი გამოვიდა ორივე გუნდი უტევდა ქმნიდა მომენტებს 5 გოლიც ნახეთ და ზოგადად დასამახსოვრებელი შეხვედრა იყო